თავი მესამე. იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში. ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათასასუფეველი. ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა. ხმამ ღაღადებლისა უდაბნოში. განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები. თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი, ხოლო საზრდოთ ჰქონდა კალია და ველური თაფლი. მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანეს სანახები. ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ სოდვებს. როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით? მას შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი. და ნუ იფიქრებთ თქვათ თქვენთვის, ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო, ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ღმერთ შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები. ცულიც უკვედევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ. მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად, მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმინდით და ცეცხლით. მისი ნიჩაბი მის ხელთაა, ის გაწმეთს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით. მაშინ გალილეიდან იორდანეს მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო. ხოლო იოანე წინაღუდგა და უთხრა: მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ? მაგრამ იესომ მიუგო პასუხად: ასე იყოს, ვინაიდან ასე გუმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება. მაშინ იოანემ მიუშვა იგი. ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.